28 თებერვალს თბილისში სასტუმრო იოტაში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი საკრივო აქტივობებისა და ტურნირების კალენდარი, ასევე პროფესიონალური კრივის კავშირის განვითარების გეგმები. ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელები, სხვადასხვა რეგიონის კრივის კლუბების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ვეტერანი მოკრივეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მომზადებისთვის, მადლობა ყველას. ძალიან გემრიელი ვარ, ამდენი მოკრივე, ამდენი ადამიანი, შემოგვივალე ეს შევიდეთ და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა განიხილოს 2025 წლის გეგმა. გეგმის განხილვას დავიწყებთ. ყველა კარგად ისწავლეთ გიორგი კობახიძეს, სულიერი დუმერით ხო ყველა მივაგოთ ჩვენ საყვარელი დაჟინო საყვარელი. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის თქმით 2025 წელს დაგეგმილია მინიმუმ 10 დიდი საკრივო შოუ, სადაც საუკეთესო ქართველი მოკრივეები იბრძოლებენ. იგეგმება უცხოელ მებრძოლთა მოწვევაც, დაბრძოლები მსოფლიოს საჩემპიონო ქამრისთვის. გეგმა ასეთია რა, 2025 წლის გეგმა, ფიქრობ დაგეგმილი შეჯიბრი. პირველი შეჯიბრი შევარდეთ რუსთავში, ქალაქში. ეს ყველა მიწოდეთ უცხოელება რომ საჯაროები ზუსტად ამ დღეებში გვერდება შეჯიბრება და მომზადება ბავშვების და მოკრივეების უნდა უცილებლად მიწოდეთ და ყველა უნდა მოგაწოდოს მოკრივეებზე ინფორმაცია რომ ამ დღეს ამ დღეში მიიღეთ მონაწილეობას იმიტომ ეხლა ხუთრაკაც უამბიებ უცებინდება მოკრივეები დაუდგა სულ ყველაზე ერთად მასპირი სადაც უცებოენას მოგდაფუტამდე წვი მოგდოდა და ამიტომ ყველა გარგაიცო ყველაზე ამიტომ ყველა ვიცოდეთ რომ აქ წინასწარ ვიცოდეთ ყველას მოგივი ვიცოდის სულს მონაწილეობს მიიღება რა. პირველ შეჯიბრს გავაკეთეთ როგორც ვიტყვი კუფედრას რუსთავში, შემდეგ შეჯიბრი იქნება 20 აპრილს თბილისში. როგორც მაისს იგივე თბილისში ირაკლი მელიქიშვილი იბრძოლებს ხამარზე 20 მაისს თბილისში ესწრება თბილისში შეჯიბრი. მე 21 ივნისს იგივე თბილისში, მე 19 ივნისს იგივე თბილისში, 23 აგვისტოს გვაქვს ძალიან დიდი შოუ ბათუმში დაგეგმილი და შოუზე რამდენი ადამიანი ჩამოყვანილი უცხოეთიდან. აგიხსნით საქართველოს ქამარს აწონებში იქნება, ასევე 7 სექტემბერს გორში იქნება, 25 ოქტომბერს კახეთში გერმავთ, 28 ნოემბერს კიროვში ქამარს გავათამაშებთ. ვიკრობ ისე თბილისში გავათამაშოთ და მეათე შეჯიბრს უკვე 20 დეკემბერს იგივე თბილისში იქნება. აი ესეთი ამბიციური ასე თქვა გეგმა გვაქვს შეჯიბრი წელს გავაკეთოთ დიდი შეჯიბრი და ვფიქრობ რომ მომავალშიც უკვე 20 შეჯიბრი გადავიდეთ 20 შეჯიბრი გავაკეთოთ. ნუ ძალიან კარგია რომ დავიცეთ და პიარი დავიცეთ ჩვენი ასე თქვა ფედერაციის და უკვე ბილეთების განხილვა დავიცეთ მე ბილეთებს უკვე სხვანაირად ვიტყვით რომ უნდა იმასაკრა და კოდით როგორ შევიზიდოთ ჩვენ სპორტსმენებზე ჩვენ სპორტზე იქნება ბიოლოგიური პარასკრება ჩვენი ფედერაციაში გაწევრიანებული და ჩვენ თან გაწევრიანდება ძალიან არის ხოლმე სეგუნდარი რა მისდევს და უცებ ჯისით არ ხომ და რაღაც ისე ახლა ძალიან მარტივად ამაზე არ გქონდა საუბარი რა იმ ძუში რომ იგი სეგუნდარია ჩვენ მაგალითად ვატარებ შეჯიბს იმხელა ის არის რაღაც იმდენი ადამიანი მოსული და ვიღაცაც გამოდის სეგუნდას გამოყავს ჯისი და ემიდა თუ შენ ადამიანს აღიყვა შენი მოკრივი რა სხვა სოგონიასია რა შენ პაპისა და სე მათ შეჯიბს და ასე ამიტომ ამაზე უცებ იქნება ჯარიმები და დისკვალიფიკაცია იქნება სუესა და იმ სეგუნდასა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშებაზე, რომელიც 12 ზონით კატეგორიაში გათამაშდება. ვინა რომ 12 ზონაში გქონდეს საქართველოში ქამარი საქართველოს ქამარი. მანამ გქონდა 6 ზონაში გქონდა ქამარი 6 ზონაში გათამაშებით. წელს უკვე გადავწყვეტ 12 ზონაში, აი ყველა ეტაპზე მივარდნოთავი. ესე იგი საქართველოს ჩემპიონის ქამარი გათამაშება და იქნება 10 რაუნდიანი. იყო ხოლმე რაუნდიანს ვაკეთებთ ხოლმე, ეხლა უკვე წელს უკვე იქნება 10 რაუნდიანი. ქამრის სამხედრო დაცვის შემთხვევაში მოკრივე ის ქამარი დარჩება არ იქნება გარდამავალ. თუ სამხედრო დაიცავს ტიტულს, ის ქამარი დარჩება იმ მოკრივეს ვინც სამხედრო დაიცავს სამხედრო ტიტულზე.
ახალი კამარი გათამაშდება მე ვიწვავ. ესე იგი ეს კოდები იქნება 53 და 500 ეს როლაქსი პროფესიონალიზმის დასაწყისი სოფლიოში ეგეთი ცნარი ეგრე ხომ და ზუსტად ეს იყო შეიძლება გასაუბრებელს რა 40 გრამი 49 გრამი 61 კილო და 100 გრამი 63 კილო და 500 გრამი 66 კილო და 100 გრამი სადაც არის სამიფსიანი 60 მაშინ სწორედ რაღაცნაირად 100 გრამი ამოვაგრო ხო 63 კილო და 100 გრამი 72 კილო და 500 გრამი 76 კილო და 200 გრამი 78 კილო და 300 გრამი და 90 კილო და 700 გრამი და 90 კილოს მერე არის აბსოლუტური ზონა NBA-ი ესეთი ძიმეწოდა 90 კილო და 700 მერე უკვე არის აბსოლუტური ზონა აი ამ შემთხვევაში გათამაშდება კაბლები TikTok-ო აუცილებლად ყველა ზონაში მოგდოდება იმდენი ადამიანი და სადაც 10-12 ადამიანი რომელიც უკვე იმის მიხედვით თვითონ შეგვიძლია მე გაჩვენოთ ყველას ვისაც გენდოება თუ ეს საქართველოს მაგალითად რეიტინგი როგორ გივა და ეს ჩვენებად და სოფლიო რეიტინგი სადაც არის რომელი რეიტინგიც არის თვითონ გვიწესებს რეიტინგს რა როგორ ზოლის მე როგორიც არის და ის შეუძლია კამარზე უწოდა ასევე ამის მეორე აკრამიანი ეპიზოდები. ამავდროულად აუცილებლად გავზადოთ შეჯიბრებები, წელს ამ შეჯიბრს ფიქრობ, რომ შეჯიბრი გავაკეთოთ. აგებული როხტორი შეთანხმებული ყველასთან აუცილებლად წელს ორი სოფლის კამარს საქართველოში გავათამაშებ და აუცილებლად ყოლება სოფლის ჩემპიონი ერთ-ერთი კამარისა. ამის იდეები არის იარგი მელიქიშვილი. კამარის ზონა მოიგოს 5 მარტს. ამის მე უკვე პრეტენდენტი ერთ-ერთი კამარის მადლობა პრეზიდენტის ყველას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს დღე შედგა. ჩვენ ვიცით ალბათ რომ ვართ ჩვენი კავშირი უკვე ბევრი წელი არის ევროპის კავშირის კავშირის წევრი ქვეყანა, სრულუფლებიანი წევრი და ყოველწელს ტარდება კავშირის ყოველწლიური ასამბლეა შეხვედრები. ჩვენ ყოველთვის ვეცდებოდით არის ვაცდებით ასეთ შეხვედრებს ევროპის ქვეყანაში ტარდებოდა და ამ ასე ვთქვათ პრივილეგიის მოპოვებისთვის რომ ქვეყანაში ჩატარდეს ყოველწლიური ასამბლეა მის ხოლმე დიდი კონკურენცია და ყველას აქვს სურვილი ყოველ ქვეყანა იმისთვის რომ მასთან ჩატარდეს ყოველწლიური ასამბლეა. ჩვენ რამდენიმე წელია განაცხადი გაკეთებული ჰქონდა და 2021 წელს უკვე გეგმებოდა საქართველოში ჩატარებული იყო ეს კონგრესი, მაგრამ სამწუხაროდ პანდემიის გამო პანდემიამ ხელი შეუშალა და 2 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა კონგრესი, მაგრამ 23 წელს მალტაში ჩატარდა კონგრესი, ეს იყო საიმპერიო კონგრესი 75-მ და მაშინ გადასცა რომ საქართველოს 2024 წელს იქნებოდა მასპინძელი ქვეყანა ინდიუს ევროპის კავშირის ყოველწლიური ასამბლეის. ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი პატივი ასევე და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დიდი ხნით ადრე, რომ ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც საჭირო იყო, რომ ჩვენი ქვეყანა წამდგარიყო ევროპის წინაშე, ისე რომ არაფერი ასე ხარვეზი არ ქონდა და მე მგონი ჩვენ ეს მოვაკეთეთ. ჩამოვიდა 40-მდე ევროპის ქვეყნის პროფესიონალური კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები, ევროპის კრივის კავშირის პრეზიდენტი ბატონი პიტერ სტურკი, გენერალური მდივანი ეზა ჯაკაბონი, მისი თანაშემწე, ბორდის წევრები, მთელი ევროპის მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა. ჩვენ მათ ფიქრობ, რომ ალბათ თვალს აგებენ ჩვენ გვერდზე ნახავთ, რომ ნამდვილად გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიწვიოთ ავხის ღირსეულად. თითოეულ ქვეყნის წარმომადგენელს ვხვდებოდით აეროპორტში, მოყვარდავინავით სასტუმროში, კონგრესი ჩატარდა სასტუმრო ბილბორდ თბილისში და ნამდვილად ძალიან მაღალ დონეზე ჩაიარა. კონგრესის შემდეგ აუცილებელი იყო რომ გვეჩვენებინა და მათთვის ჩვენი ქართული მასპინძლობა და მქონდა პატარა ექსკურსია თბილისის მასშტაბით ყველასთვის, ყველა წევრისთვის. შემდეგ იყო ბანკეტი და მინდა გითხრათ რომ ყველა იყო აღთვალებული და ყველა იგზავნოდა რომ ესეთი კონგრესი აქამდე ჯერ არსად და ამხელებლობა არსად არ ვინახავდა არ ჩატარებულაო და ყველას ხოთი სურვილი კიდევ ჩამწულიყო საქართველოში კიდევ ერთხელ. პიტერ სტურკი ევროპის კავშირის პრეზიდენტი
მოგესალმება დღეს გამოგვიგზავნა ესეთი მიმართვა პატარა და მოვისმინეთ. Dear friends in Georgia. Ძურფასო ქართველო მეგობრებო, ძურფასო გიორგი, უღრმესი მადლობა იბიუს გენერალური ასამბლეის განსაკუთრებული დახვედრისთვის. გასულ წელს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. ეს იყო იბიუს საუკეთესო ღონისძიება, რაც კი ოდესმე შემდგარა. ჩვენ დავთქვით თქვენი ექსტრაორდინალური მასპინძლობით თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, თქვენი კერძებით, თქვენი ღვინით, თქვენი თამადით და თქვენი გუნდის ასეთი მეგობრული განწყობით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ნახვამდის. The Tamada and all your friendship. Thank you very much. მიგები ხაზმამ ევროპის კავშირი არის ესეთი უძლიერესი ორგანიზაცია და ევროპაში, პირველი ერთადერთი იქნება და ამ კავშირში ყველა ქვეყანიდან პროექტი წარმოადგენელი შეიძლება არსებობდეს და ეს ჩვენ ესეთი სემინარი ჩავატარეთ საქართველოში 2023 წელს ამავე სასტუმროში. მაშინ ჩამოსული იყო ცნობილი WBC-ის რეფერი საჯი ამოვაც უკვე ლექტორი ძალიან ცნობილი გვიდო კალავიერი. ასევე WBC-ის გენერალური მდივანი ოქსანა სემინიშინა. მათ ჩვენი საჯებისთვის ჩაატარეს სემინარი საჯების რეფერების და სუპერვაიზერის. ორდღიანი სემინარი იყო და ალბათ გახსოვთ ისწრებოდა რომ ძალიან საინტერესო იყო. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ყოველ განმავლობაში და რაღაც უგარაბული უსმენდი ძირა მაგრამ საოცრებიობას და თქვა ასეთ სემინარები არის მსოფლიოს მასშტაბით ყველგან ყოველთვის აუცილებელი არის რომ ვისაუბროთ გაიარონ საჯებმა რეფერენტმა ახალი ინფორმაციები გაცვალონ რაც ხდება და ჩვენ გეგმავთ აუცილებლად კიდევ ესეთი სემინარების ჩატარებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროფესიონალური კრივის კავშირის საომავლო განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალური კრივის კლუბების გაძლიერებას, მწვრთნელთა და მოკრივეთა ჩართულობას საომავლო პროექტებში, ასევე ქალთა კრივის განვითარებას. მართალია მომავალი წელი ძალიან ამბიციურად დავიწყეთ და ჯერ არ ეს წელი მართლა 60 წელი იქნება და 10-ე შეჭრილობის დაგეგმილი გვაქვს, აუცილებლად ჩატარდება იგივე თარიღებში და იგივე რიცხვებში. მე მინდა შევეხმაროთ მეტად მნიშვნელოვანს არის ქალთა კრივის პოპულარიზაციას. ჩვენთან კრივის სპორტია, სადაც მამაკაცები ჭარბობენ მართალია, მაგრამ ხომნა იქნება ტრენერებთან, რომ მოვიძიოთ გოგონები დავაინტერესოთ კლუბებში და ჩვენი მხრიდან კიდევ ყველანაირი ხელშეწყობა იქნება და თანადგომა თქვენს გვერდზე. ვეროდებით თქვენგან ახალ მოკრივეებს, ახალ სახეებს, რაც მთავარია და თავის წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა. ნელა დიდი დაგვრია ოლიმპიურზე ჩვენ ვინცესე ყველას მოგესალმებით. დიდი პატივია რომ შემოგვიყვება ეს შემოგვიყვება საქართველოში და ახლა პროფესიონალური კავშირი ძალიან მისაღებია პროფესიონალური და ძალიან კარგი რაც მოვისმენთ და ძალიან ახლა უზიარია უნივერსიტეტი ოსამი გვაქვს და ხუთი წელი და მოგებულია ჩვენი კლასი მოვიდა მიგუწევს დამატება და ისინი არის კიდევ რომ პროფესიონალურ კლუბში ატარებს უსტავში და universal professional კავშირი ჩვენი პრეზიდენტს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონს დამოუკიდებელ საქართველოს ჩვენი კაპიტალების შესაძლებლობები ძალიან ჩვენი ჭერს აღება თვითონაც ეს პროფესიონალური სამყაროზე შეუწყობს და ერთად ხალხის პროფესიონალიზმი ძალიან დიდი შედეგია. ჩვენ დიდი მერები გვაქვს რომ ყველა ოდესღაც საქართველოში აბსოლუტური ჩემპიონი წინა ზონაში, პატარა ზონაში და თავის ყოველას თანახმადებით გვერდში რომ ეს დიდი საქმე გამოვიდა ყველაფერი იქნება კარგად. მივისალმებით და რაც შეეხება ეს სადაც ქალაქებში მიტარდება ეს შეჯიბრების ეს მაგარი პოპულარიზაცია პროფესიონალურ კრივში და ჩვენს ცოტა კოლექტივში უნდა კოლექტივური წაზის გამართოთ ამ პროფესიონალურ ზონას. ეს რესურსები რომ ჩვენ შევადარეთ ჩვენი პროფესიონალური და ვისაუბრებთ მე ყველას წარმოდებული ვშურო ზისურა დიდი ჩემპიონობა აღნიშნულ ამჯერად საქართველოში. დიდი მადლობა ყველას. ჯერჯერობით ეს ვეტერანი მოქმედები ვახტოვან საზოგადოებას ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულია. დიდად მსხვილებს
ვით ძალებით რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციოთ ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, სანიშნავს რომ რადგან პროფესიონალია უნდა იცხოვროს და ცუდები არ თქვიო ერთმანეთს მაგალითად ვერ უყურებ ხოლმე YouTube-ზე ზოგიერთ ბრძოლებს ცნობილი ბლოგერების იმიტომ რომ მარტო ასე ვთქვათ სიცოცხლის რვა არის დაგასწავლება სამოყვარულო კრიფშორის და პროფესიონალურ კრიფშორის არაფერი იგივეა ტექნიკა და ტაქტიკა სწორედ უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს და მიხარია რომ საქართველოში ვითარდება პროფესიონალური კრივი ეს აუცილებელია ეს არის დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნა და მიხარია რომ აი ამდენი პიროვნება დღეს აღზარდება და ამ საქმეს ემსახურებით დაბადებას გისურვებთ და შეიძლება ზაგაროთ ჩვენს ვეტერანების გვერდზე დაგიჯერებით დიდი მადლობა გავარჯობათ მოგესალმებით ყველას ალბათ მისმოთ უმეტესობა თქვენთაგანი მე ლევან კერტიყვაშვილი ვარ რამოდენიმე საკითხზე მინდა მოკრივეებთან ჩვენებთან და კრივის სკოლების ხელმძღვანელებთან საუბარი ეს შეეხება ძირითადად პიარის თემებს რაც არის თანამედროვე სპორტში მნიშვნელოვანესი სპორტული შედეგები მიღწევები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა ამ ყველაფრის სათანადოდ მიწოდებაც არაერთი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და თქვენ ნახეთ მეგობრებო რომ საქართველოს პროფესიონალური კავშირი პიარი არის ფაქტურად გადასულია უკვე განვითარების ახალ ეტაპზე უფრო დიდი მიზნებია უფრო დიდი გამოწვევებია წინ და ეს უნდა განვითარდეს პროცესი და სულაც წინ ვიაროთ ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება თქვენი მხარდაჭერა მოკრივეების კრივის კლუბების იმიტომ რომ მარტო ჩვენ ცალკე და ცალკეულად ამას ვერ გავაკეთებთ ჩვენ როგორც ერთი დიდი საკრივო ოჯახი ჩვენ ასე უყურებთ ასე ავუკვავთ თითოეულ თქვენთაგან სიტუაციას და გვინდა რომ აი ამ ყველაფერში მაქსიმალურად იყოს ჩართული თითოეული მოკრივე თითოეული კრივის გრუპის წვრთნელიც და მთლიანად არის საკრივო საზოგადოება ეს ეხება ყველა საკითხს იგივე ჩვენ ვისაუბრა ქალბატონმა ხათუნამ თუნდაც მოკრივეების შესაბამის ეკიპირებას ეს მარტო ის კი არის უსაფრთხოების საკითხები რაც თავარია რინგზე აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ვიზუალური მხარე თუმცა მოკრივე რინგზე გადის ის უნდა გრძნობდეს თვითონაც რომ დიდ შოუზე ამოყვებით უნდა გქონდეს ამის დასრულება და უნდა გრძნობდეს რომ დიდი საზოგადოება უყურებს გარშემო შესაბამისად უნდა იყოს მოწადინებული იმისთვის რომ მეტად და უფრო კარგად წარმოეჩინოს საკუთარი თავი იგივე ეხება კლუბებსაც თვითონ კრივის კლუბები არის ძალიან გამორჩეული ძალიან კარგი კრივის კლუბები რომლებიც აქტიურობენ თუნდაც სოციალებში რა საქმიანობენ რა საკეთებენ ცდილობენ რომ აქტიურად გაუზიარონ ეს საზოგადოებას და მინდა რომ აი ადამიანები იყოს მაგალითი სხვებისთვისაც ყველას შეუძლია დღეს თანამედროვე ეპოქაში რომ აი რაღაც პატარა გუნდი გააკეთონ კრივის კლუბებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ საკუთარი მოკრივეების შესახებ ჩვენ ვთქვით ყველანაირად მაქსიმალურად თქვენთან იცით რომ მე მუდამ კონტაქტზე ვარ თითოეულ თქვენთაგანთან რომ შეგვეძლება ჩვენს დაგეხმარებით თქვენს დაგვეხმარეთ ასევე გვჭირდება მოკრივეთა ახალი თაობა რომელიც იქნება ძალიან ისეთი ახსნილი თუნდაც საუბრები კრივის შესახებ თუნდაც ინტერვიუები ამის გარეშე თანამედროვე სპორტი და მithumetes პროფესიონალური კრივი არ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მივიღებთ აი ამ მხარდაჭერას თქვენგან და თითოეულ თქვენთაგანისგან თუნდაც იგივე კრივის კლუბებისგან თუნდაც ეს თქვენი სახელები ბრენდად უნდა ვაქციოთ თითოეულ თქვენი სახელი თქვენი მოკრივეების სახელებად უნდა ვაქციოთ ფიგურებად უნდა ვაქციოთ საზოგადოებაში რომ ინტერესი მეტი იყოს მათ მიმართ და თვითონაც გრძნობენ მეტ დამოკიდებ პასუხისმგებლობას რადგან უკვე ფაქტოს პარაზე დავუდგათ ძალიან დიდ შოუებს ვიგმოთ ძალიან დიდი ჩართულობა იქნება ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება და აუცილებლად გაგჭირდება აი ამ ყველაფერში თქვენი გვერდში დგომა ისევე როგორც თუ რაღაცა თქვენი იდეები ექნება თუ თქვენ რაღაცა ნებისმიერი აი ეს საკითხზე გახსნილები ვართ კონტაქტზე ვართ ვისაუბროთ გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და ზოგადად ყოველთვის ნებისმიერი გავითვალისწინოთ იმიტომ რომ აი ჩვენი კრიტიკა საერთო საქმე წინ წავწინოთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას ბატონო მინდა მოგესალმო ესე იგი მინდა გითხრათ რომ გიულის დაუთხარ ძალიან დიდი ხო ქართველების დიდი სიხარულია ინდოს როცა ჰიმიც არ იყო ინდოს როცა ფასეზე არ იყო ყველამიც
მაშინ გვასახებო. დიდი გაცია. და ყველა ქალაქში მას მეგობარი ხავს. და აი საფუძვლად აი ეს სია ქოა გასაგებული თავისა ადგილს თავის საქმეს გააკეთებს და მას ეხება ყველა ქალაქში კარგი მასპინძელი. ხერხი რაღაცას მინდა ხაზი კიდე გავუსვა რომ სოკოლამდე თავდაპირველად ხარჯებთან დაკავშირებული. დიდი ბიზნესმენი, დიდი მოკრივე და დიდი ინიციატორი. საჩინებული კაცი. მოგესალმებით ყველას. იმადრობას მოგესალმებით. თავის მოხარული ვარ რომ ყველა შეგვიძლია დასამართლე ფინანსის სექტორში მოგება პარსუჩება. თავი ესეთი ისმიდა მოგებთან დაკავშირებით. რომ არის ძალიან ბევრი შეჯიბრზე რა მოგება. ძალიან მომზადებელია ეს მოსწავლე. ამ ზოგი არის საერთოდ არ არის ბოსანში სერვისი. ყრილობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც განხილულ იქნა პროფესიონალური კრივის განვითარების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. მე ვარ დავით აფშანი, ახალი წევრი თქვენი ოჯახის. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მიმირეთ. ჩემი სპორტსმენები გამოდიან შეჯიბრზე და ბატონი ძალიან მაყურებელი ვარ. და რავიდა, თქვა, იცით რა მაინტერესებს, აი კონფლიქტის შემთხვევაში ხარ არის ესეთი რაღაც. მე წმინდა რომ მივაწოდო ჩემ სპორტსმენებს და იქ უშემატკივარს და თუ ნაცესალმი თუ ჯობელი თუ აი რა ზომებს ხებულობს მაგრობს აი ორგანიზაცია თუ საჯი თუ აი რითი დაიჭერა რომ გავაჩეროთ რომ არ მოხდეს ეგეთი რაღაც რომ აიგზავნოს ეს გამოყენები და რიგზე მივარდნები და შეიძლება მოიგო და ნუ ეჩვენება ეხლა ზოგს და რომ მარტო თავისას უყურებს იმას არ უყურებს რომ ისუტებს და ისუფავს ხონია თავისი თავისუფლად და იგებს და რაღაცა აი ამ შემთხვევაში რითი შეიძლება რომ რაზომეთ მივიდეთ რომ დაისაჯოს ან რაღაცა რომ მეორედ არ გამეორდეს და სხვანაც არ განიმეოროს ეგეთი რაღაცა ჩვენს ჯარიმა დაწესებული და დაწესებული ჯარიმას თვითონ ეხლა რა არის სოფლის ყოველთვის ხდება ყველა როცა მოგული ერთმანეთს თავის სპორტსმენების მონაწილეობა როგორც გულს სპორტსმენი მიგებს ამაში მონაწილეობას აუძლებს ყველგან იქნება ის და მოგული ერთმანეთს არის ჩხუბი მაგაში დაჟინებული და ეხლა თანხის საერთოდ თვითონში არ მოუწევია მაგათი გულში მათგანი მიზეთი ხარი როცა ყოველთვის არის კონი ეს პრობლემა ეს ჩორა ძალიან შეიძლება ეს და სამწუხაროდ ხდება იმიტომ რომ მათგანი ზადების ბაზარში ყველა პროგრესო თავის მოგული იმას ამას საჯების ვიდა რაც საჯები არ უნდა რომ საჯი ყველაზე კარგად ხედა და ყველა საჯი ნეიტრალურია და მე რაღაც საჯისლებია რომ ყველგან ასეთი ზონა ყოფილა გადაწყვეტილება არის ზონები რომელიც თანადარი ზონაა და საჯების ვიდა რომ ამან მოიგო ხო იმ მეორე საუბრობთ ჩემო მოიგო აუცილებლად მივახცევს რომ არ არის ესეთი მაგალითად ნუ ყველა ცდილობს ამოხდათ ეს მაგრამ გუშევადიებს არის გაართული რომ გუშევადიები ყოველთვის გონია თუ თავისამოიგო ვიდა სამწუხაროდ არის სოფლიოს სამწუხაროდ აი ყველგან ხდება ესეთი რაღაც საუბრობთ პროცესს მაგას როგორც დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას მადლობა ეს ხიქარია ვახერხებთ ახალი თაობის მოკრივე ასე მოგწოდეთ და ძალიან მიხარია რომ ამ გილოჯაში შემოგვიყვი არის უშუალოდ კითხვას გასვლა ბატონმა დაქცევა ან გამოხმობა ყოველთვის იქნება მაგრამ მე ვფიქრობ კარგი აზრი იქნება რომ დასაჩივრება ეს თუნდაც ადრე იყო მართლაც ეს სიტუაცია იხდა პრინც პროტესტს აცხადებს ის იყო რაც კარგულ თანხას და სხვა სამყაროში იყო და არასდროს ის იყო სოფლიო ფედერაციის გრაფიკა და პროფესიონალური გასაგებია აი ჩვენ სამყაროდ ვიგებთ რასაც გამოფიცეს სოფლიო ფედერაცია ლევან აიმას ვიგებთ